თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე 119 მუხლის ყველაზე მძიმე ნაწილით ხელმძღვანელა მოსამართლე მაგდა პაპიძის საქმეზე სასჯელის ზომაზე გადაწყვეტილების მიღებისას. მას შემდეგ რაც ნაფიცმა მსაჯულებმა მცირეწლოვანი შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავე ცნეს, მას უბადო პატიმრობა შეეფარდა. პაპიძის ბრალი დღეს არ უღიარებია, თუმცა არც სასჯელის უმაღლესი ზომა გაუპროტესტებია. სასჯელის სახე და ზომად განესაზღვროს უბადო თავისუფლების. მოსამართლის გადაწყვეტილებას მოკლულის ოჯახის წევრების რეაქცია მოყვა. მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის განზრახ მკვლელობისთვის მაგდა პაპიძეს უბადო პატიმრობა შეეფარდა. განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მუხლის, ყველაზე მძიმე განაჩენის, სარეზოლუციო ნაწილის მოსმენის შემდეგ მსჯავრდებული დარბაზიდან გაიყვანეს. თუმცა თავად მაგდა პაპიძე განსასჯელის სკამის დატოვებას განაჩენის გამოცხადების თანავე ითხოვდა. მას ამის საშუალება ბადრაგმა არ მისცა. მაგდა პაპიძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან. ამ გადაწყვეტილებამდე 20 წუთით ადრე ბრალდებულმა მოსამართლეს და დარბაზში დამსწრეებს მიმართა. მაგდა პაპიძეს შვილისა და ქმრის მკვლელობა არ უღიარებია, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მე თუ ის ერთი ადამიანი აღმოჩნდები, საკუთარი მეუღლის სისხლად დაცლის მიზეზი და ამ ყველაფერს მოტივად მიუწერენ თვენახევრის ურთიერთობას ბერძენიშვილის სახით, მე ხმამაღლა განვაცხადე ჩემი დაკითხვის დღეს, ბოლოს უკვე ჩემს სიტყვაში, რომ მე ვარ მზად დენის სკამისთვის. დაკავების დღიდან ვამტკიცებდი და ვბრძოლებდი ჩემი სიცოცხლისთვის, ჩემი პაწაწუნებიჭის საფლავის ნახვისთვის, რადგანაც ამის საშუალება არ მომეცემა, რადგანაც უკვე სასჯელზეა მსჯელობა, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მე არ მაქვს არაფრის პრეტენზია, არც სიცოცხლის. უბადო პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე მხარეებისა და ბრალდებულის პოზიციის მოსმენის შემდეგ მიიღო. სახელმწიფო ბრალდება საქმის სასამართლო განხილვის განმავლობაში და დღესაც ითხოვდა, რომ მოსამართლეს 119 მუხლის ყველაზე მძიმე ნაწილით ხელმძღვანელა. მოტივისა და მიზნის, ქმედების დროს გამოვლენილი ხერხის საშუალებისა და მართლსაწინააღმდეგოების გათვალისწინებით ბრალდების შუამდგომლო სასამართლოს წინაშე და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს უბადო თავისუფლების აღკვეთა. ბრალდებულის უბადო პატიმრობა ითხოვა დაზარალებულმა მხარემაც. ეს ადამიანი არის საზოგადოებისთვისაც და ყველა ადამიანისთვისაც საშიში, ჩემ ოჯახზე არ მაქვს მარტო ლაპარაკი და ამიტომ მოვითხოვ უბადო პატიმრობას. ჩემი სათქმელი არაფერი. ერთადერთი ვინც მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძეს მსუბუქი სასჯელის მიღებას თხოვა, მაგდა პაპიძის ადვოკატი იყო. ის ნაფიცმა მსაჯულებმა საკუთარი შვილის მკვლელობაში სცნეს დამნაშავედ. თუმცა მე ერთხელ კიდევ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ მეც დედა ვარ, მე რომ ერთი წუთით შემპაროდა ეჭვი, რომ მაგდამ საკუთარი ხელებით საკუთარი შვილი განზრახ გაგუდა მისი ინტერესების დაცვას ნამდვილად ვერ შევძლებდი. არც ადვოკატს, არც მაგდა პაპიძის დედას და არც დაზარალებულებს დამატებითი შეკითხვებისთვის პასუხები არ გაუციათ. უბადო პატიმრობის გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრება საკასაციო წესითაა შესაძლებელი. უცნობია, გამოიყენებს თუ არა ამ უფლებას მსჯავრდებული.